სახელითა მამისათა, დadzისათა, დასულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ფსალმონი 65. ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანაი, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაი ქებულებასა მისსა. წმინდა ბასილი დიდი ასე გამარტავს მეგობრებო, რომ დავითი მთელ ასე ვთქვათ სოფლიოს მოუწოდებს, რომ ადიდოს ღმერთი. ხო, ბასილი ამბობს ასევე, რომ ღმერთის ქება ყველას მოვალეობა არის, რადგან მისი სახელი სიწმინდისა და დიდების ღირსია. მეორე მუხლი. არ ქუთ ღმერთსა რაბამად საშინელ არიან საქმენი შენი, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუნეს შენ მტერნი შენი. იოანე უქროპირი ამბობს, გამარტავს უბრალოდ, რომ ნახეთ, ანუ ღმერთის საქმეები საოცარი და საშიში თავისი ძალით, ხო, საშიშია, ხო, ანუ ნახეთ, იგი გვარწმუნებს, რომ მტრებიც კი სულიერი თუ ფიზიკური ღმერთის ძალის წინაშე თავს იმდაბლებენ. შემდეგი მესამე მუხლი. ყოველი ქვეყანაი თაყვანის გცემდნენ, შენ და გიგალობდნენ და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო. თეოფილაკ ბულგარელი ასე გამარტავს, რომ ესე იგი მთელი სამყარო ღმერთს თაყვანს ცემს მისი სიმაღლისა და სიდიადის გამო. ასევე თეოფილაკ ბულგარელი ამბობს, რომ ეს ფსალმუნი გვახსენებს, რომ ღმერთის ქება აერთიანებს ყველა ხალხს. მეოთხე. მოვედი და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვით არ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კასტასა. ღმერთის საქმეები გვაუწევს თავისი სიბრძნით და ბასილი დიდი მოგვიწოდებს ყურადღებით შევხედოთ ღმერთის გეგმებს, რომლებიც აღემატება ადამიანის გონებას. მეხუთე. რომელი გარდააქცევს ზღვასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ბრხივ, მუნ ვიხარებდეთ ჩვენ მისსა მიმართ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთმა გააკეთა სასწაულები, მაგალითად გაავლო ისრაელი წითელ ზღვაზე, ასევე წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს გვაჩვენებს, რომ ღმერთი გვაძლევს სიხარულს თავისი ძალით. შემდეგი მეექვსე მუხლი. რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა, თვალნი მისნი წარმართთა ხედვენ, რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიეთ თავი თვისით. ღმერთი მარადიულად მეფობს და ყველაფერს ხედავს, ხო, რა თქმა უნდა, და აი თეოფილაკ ბულგარელი გვაფრთხილებს, რომ ის, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, ვერ ამაღლდება, რადგან ღმერთი სამართლიანია. შემდეგი მეშვიდე. აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩვენსა და სასმენელ ყავთ ხმაი ქებისა მისისაი. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ყველა ხალხმა უნდა ადიდოს ღმერთი და ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთის ქება ყველგან უნდა ისმოდეს, რადგან ის ყველას ფარველია. მერვე. რომელმა დადვა სული ჩემი ცხოვრება და არასაძრვაი ფერხთა ჩემთა, რამე თუ გამომცადენ ჩვენ ღმერთო და გამომახურვენ ჩვენ ვითარცა გამოიხურვების ვეცხლი. ეს მეცხრე მუხლია, ანუ ღმერთი განსასწელებით გვწმენს როგორც ვერცხლი ცეცხლში და თეოფილაკ ბულგარელი ამბობს, რომ ეს განსასწელები ჩვენს სულს აძლიერებს. მეათე მუხლი.
შემიყვანენ ჩვენ საფრთხესა დაკრიბე ჭირი ბეჭდა ჩვენთა ანუ ღმერთი ზოგჯერ ჭირში გვაყენებს ასე თქვა რათა გვასწავლოს მოთბინება და ბასილი დიდი გვახსენებს რომ ეს ჭირი ჩვენი სულის განწმენდისთვისაა შემდეგი მე-11 ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩვენთა განვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებელად ანუ იოანე ოქროპირი ამბობს რომ განსასწელები როგორიცაა ცეცხლი და წყალი ჩვენი გამძლეობის გამოსასწელია ხო ასევე ოქროპირი ამბობს რომ ღმერთი გვიხსნის და გვაძლევს სიმშვიდეს მე-12 შევიდე სახსა შენსა მსხვერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი ანუ ესე იგი ამ სიტყვებს ასე განმარტავს თეოფილაკტე ბულგარელი რომ ღმერთის გადარჩენის შემდეგ ანუ ესე ანუ მადლიერებით ანუ ვაღიარებთ მის წყალობას მადლიერებით ეს მნიშვნელოვანია მეგობრებო ხო ასევე თეოფილაკტე ამბობს რომ ჩვენი ლოცვა ღვთისადმი მსხვერპლია მე-13 რომელ აღთქვეს ბაგეთა ჩემთა და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა ესე იგი ჭირში ღმერთს მადლობის აღთმას ვდებთ და ბასილი გვასწავლის რომ ეს აღთმება ესე იგი უნდა შევასრულოთ აღთმა ხო ასე თქვა როცა ღმერთი გვიხსნის ჩვენ ну საერთოდ ეხლა აღთმა არ უნდა დადოს ადამიანმა ხო და ესე იგი ჩვენი სიტყვა უნდა იყოს ხო არა როგორც ქრისტე ბრძანებს სახარებაში კარგით შემდეგი მე-14 საკვერთხები ტვინოანი შენ და შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა შევწირო შენ და ზვარაკები და ვაცები იოანე ოქროპირი გამარტავს მეგობრებო რომ სხვერპლი ღვთისადმი მადლიერების ნიშანია ასევე ოქროპირი ამბობს რომ ჩვენი სულიერი მსხვერპლი რა არის მეგობრებო ეს არის ლოცვა ესე იგი და სიკეთის კეთება ხო უანგაროდ აკეთეთ სიკეთე რითაც შეიძლება და როგორ ღმერთს ყველაზე მეტად სიამოვნებს ასე თქვა მე-15 მოვედით ისმინეთ ჩემი და გითხრა თქვენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა რაოდენი უყო სულსა ჩემსა მისა მე-16 მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად ყავდა აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო რომ გულწრფელი ლოცვა და ქება ღმერთისადმი ჩვენი მადლიერების გამოხატვაა ბასილი გვასწავლის რომ ღმერთის სადიდებელი სიტყვა გულიდან უნდა ესე იგი მოდიოდეს მე-17 მუხლი სიცრუვესა და ვხედევთ გულსა შინა ჩემსა ნუ ისმენ ჩემსა უფალი გამა ესე იგი თუ გულში სიცრუვე გვაქვს ღმერთი არ ისმენს ჩვენს ლოცვას ოქროპირი გვაფრთხილებს რომ ლოცვა გულწრფელი უნდა იყოს მე-18 მუხლი მე-18 შემდეგი ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმა და მოხედნა ხმასა ვედრებისა ჩემისასა ანუ ღმერთმა ისმინა დავითის ლოცვა რადგან ის ესე იგი გულწრფელი იყო ანუ ღმერთი ყოველთვის ისმენს მათ ვინც გულით ეძებს მას და მეგობრებო შეგახსენებთ ეს არის ფსალმური 65 და ბოლო მუხლი მე-19 მუხლი კურთხეულ არც ღმერთი რომელმან არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან ბასილი დიდი გამარტავს რომ ღმერთი რომელიც ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვაძლევს წყალობას ღირსია ქებისა და ესე იგი გვარწმუნებს რომ ღმერთი არასდროს გვტოვებს ჩვენ გაიხარეთ დიდი მადლობა